И клуб «Ночных волков» должен быть в Грузии. Мы ждем вас. Спасибо вам за приглашение. მოწვევა მიღებულია. პრორუსმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ღამის მგლების შეფი თბილისში დაპატიჟა. კომუნისტ გავრილოვთან დაახლოვებულმა კრემლის სატელიტი პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა და პუტინის ბაიკერების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზალდასტანოვმა შეთანხმების წარმატებით მიღწევის ნიშნად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული დროშები გაცვალეს. ფორმულას წყარო უყვება, რომ პუტინის ბაიკერები ქვეყანაში ლარსის გავლით ჩამოსვლასა და საქართველოს ქუჩებში საზეიმო მარშის მოწყობას 9 მაისს გეგმავენ. ოკუპანტების სავარაუდო ვიზიტის თარიღი შემთხვევით შერჩეული არ უნდა იყოს. 9 მაისს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. It is 5 years and more since Hitler marched into Poland. ამეჭვებს წარსული გამოცდილებებიც ამყარებს. კრემლის ბაიკერები თბილისში ორჯერ ჩამოვიდნენ, ორივეჯერ 9 მაისს. ოკუპანტებმა მაშინ ვაკის პარკში ომის ვეტერანებთან პირისპირ შეხვედრა და ყვავილების მიტანა შეძლეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ წელს პუტინის ბაიკერებს ამას არ დაანებებენ. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ღამის მგლებს საზღვრის გადმოკვეთისა და ოკუპირებული ქვეყნის მიწაზე საზეიმო მარშის გამართვის უფლებას მისცემს, მათ ეს მოქალაქეების ხმაურისა და პროტესტის ფონზე მოუწევთ. ღამის მგლები რუსი ბაიკერები თბილისში აპირებენ ჩამოსვლას. ეს პუტინის პირადი დაჯგუფებაა. მის ერთ-ერთ ლიდერს ამ რუსი მგლების პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინმა 2011 წელს ღირსების ორდენი გადასცა. ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულები, შავ სიაში შეყვანილები. ამიტომ ჩვენს წრებს რუს პროპაგანდისტებს ვლადიმერ პუტინის დაჯგუფებას თბილისში აუცილებლად მოქალაქეები დაუხდებით საპროტესტო აქციით. რაც შეეხება იმ უწყებებს კონკრეტულად, რომელთა კომპეტენციაც არის ამ საკითხზე მუშაობა და პრეროგატივა, ამ ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ საქართველოში, სანქცირებული ადამიანები, პუტინის მხარდამჭერი ადამიანები საქართველოში და აქ არ ჩაატარონ კონკრეტული ღონისძიებები, იმიტომ რომ საზოგადოებას ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება და ცხადია ამ ადამიანებს არ მიეცემათ არც ერთი სახის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. საბჭოთა მკვლევრებისთვის საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნამ რუსეთში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა იმდენად, რამდენადაც რუსული პროპაგანდა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების რიტორიკის გადმოთარგმნას თანამედროვეობაში ცდილობს. უკრაინა და დასავლეთი ფაშისტებად, რუსეთი კი ფაშიზმისგან სამყაროს მხსნელად გამოჰყავს. ჩვენი რესპონდენტები ეჭვობენ, რომ ღამის მგლების შესაძლო პროვოკაციული ვიზიტი მხოლოდ ბაიკერთა მარშით არც დაიწყება და არც დასრულდება. მათი თქმით, თუკი გომელაურის უწყება პუტინის ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლებას მისცემს, ისინი სხვა ტრადიციულ ზეიმებსაც მოაწყობენ. არაფერი არ აქვს რუსულ პროპაგანდას რეალურად შესათავაზებელი საბჭოთა თაობისთვის, რომელსაც ომი არ ახსოვს თვითონ მეორე მსოფლიო ომი იცის პროპაგანდით, საბჭოური პროპაგანდით, რომ აი ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ. можем повторить, ეს არის მაგათი დევიზი და სწორედ აი ეს ხსენებული პროქსი ჯგუფები კულტურაში თუ კონტრკულტურაში, აი ეს ბაიკერებიც და ასე შემდეგ ამ ლოზუნგით მოძრაობენ, რომ ჩვენ ამას გავიმეორებთ. ეს ომი და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის ამ ეს ნაწილი, რომ რასაკეთებს რუსული პროპაგანდა, როგორ ესაუბრება თავის აუდიტორიას, რომ ვის ებრძვის რუსეთი უკრაინელებს კი არ ებრძვის მათ რიტორიკით, არამედ ებრძვის ნაცისტებს უკრაინის სახით, ხო? ანუ ეს პრიმიტიული გულისამრევი, მაგრამ აი ამ აუდიტორიაზე მომშავე პროპაგანდა არის აქ ჩვენ წინ და ეხლა რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ქართულ აუდიტორიაზეც ასე იმუშაონ. ვინ არიან ღამის მგლები? საზოგადოება მათ პუტინის პირად დაჯგუფებად იცნობს. ბაიკერთა ორგანიზაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა, თუმცა თავისი პოპულარობის პიკს პუტინის კარზე მიაღწია. დაუშვებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპანტთა დაჯგუფების ზეიმს ქართულ მიწაზე. Мы дойдем до Берлина и 9 мая Знамя Победы и троекратное русское ура. ამაზე უწყებიდან ჯერჯერობით კომენტარი არ მიგვიღია. გაბრაზებულ მოქალაქეებს პრორუსი ოლიგარქის სამინისტროს კეთილს ინდისიერების იმედი არ აქვთ. Советский Союз являл собой огромный красный монастырь.